ზარდი დიპლომატიური საერთაშორისო წნეხი რამდენად იქნება ეფექტური ბენიამინ ნეთანიაჰუს შესაყარებლად და ისრაელის გეგმების შესაყარებლად, როგორც ღაზის სექტორის მიმართ, ასევე რეგიონული მასშტაბით, საკმაოდ დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, გამომდინარე იქიდან, რომ პალესტინური საკითხის ყველაზე აქტიური დამხმარე, პრაქტიკაში დამხმარე აქტორები რეგიონში პრაქტიკულად არიან განეიტრალებულები. მე ვგულისხმობ ამ შემთხვევაში ორგანიზაცია ჰეზბოლას, რომელმაც ღაზის კონფლიქტის დაწყებიდან უშუალო მხარდაჭერა გამოუცხადა ჰამას და ღაზელ პალესტინელებს და საკუთარი ესეთი სამხედრო ესკალაცია დაიწყო ისრაელის ჩრდილოეთში და გახსოვთ შარშანდელი წელი თითქმის მთელი წელი ეს მიმდინარეობდა და საბოლოოდ ისრაელმა მოახერხა ის, რომ ამ ორგანიზაციის ლიდერშიპი, იქნება ეს პოლიტიკური თუ სამხედრო ლიდერშიპი სრულად გაანადგურა, მათ შორის ორგანიზაციის ლიდერი ჰასან ნასრალა ბეირუთის სამხრეთში მოკლა ავიაიერიშებით. ასევე მეორე ესეთი მსხვილი მხარდაჭერი პალესტინური საკითხის იყო სირია, ასადის ხელისუფლება და ჩვენ ნახეთ რა პოლიტიკური ჯგუფებით ჩანაცვლდა ასადის ხელისუფლება და რაც თავარია მუჰამედ ალ-ჯულანი უკვე დაიწყო იმ პალესტინური პოლიტიკური და სამხედრო ჯგუფების გაძევება სირიის ტერიტორიიდან, რომლებიც აქამდე დაახლოებით 70-იანი წლებიდან მოყოლებული სირიის ტერიტორიაზე ოპერირებდნენ და ესეც მოხდა ისრაელის ზეწოლით ალ-ჯულანის მიმართულებით და ასევე ალ-ჯულანიმ განაცხადა, რომ ის მზადაა ისრაელთან მოლაპარაკებებისთვის, ისრაელთან ნორმალიზებისთვის, რომ მათ ყავთ საერთო მტერი. ამ საერთო მტერში იგულისხმება შიიტური ჰეზბოლა და ირანი.